ამერიკის შეერთებული შტატების სენატში 29 იანვარს რობერტ კენედი უმცროსის მოსმენა დაიწყება. იმ შემთხვევაში, თუ სენატში თავისი იდეის დაცვას მოახერხებს, იგი სავარაუდოდ შეერთებული შტატების ჯანდაცვის მინისტრი გახდება. თუმცა საზოგადოების აღშფოთების გამო, რობერტ კენედი უმცროსმა თავისი გეგმა ჯანდაცვის სექტორის რეკონსტრუქციის შესახებ შეარბილა. ამერიკელები ფიქრობენ, რომ კენედი უმცროსის ანტივაქსერული შეხედულებების გამო მოზარდებში ვაქცინაციის მაჩვენებელი შემცირდება, რაც დაავადებების გავრცელების წინაპირობა იქნება. რობერტ კენედი უმცროსი ღიად აცხადებდა, რომ ბავშვების ვაქცინაცია საშიშია და აუტიზმს ავითარებს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მსგავსი განცხადებები მშობლებს შვილების ვაქცინაციაში ხელს შეუშლის. გამოკითხების თანახმად, ამერიკელების ნახევარი ძალიან არის შეშფოთებული. მშობლებს აღარ სურთ აცრან შვილები. გამოკითხულთა თქმით, ეს მეტ დაავადებასა და სიკვდილიანობას გამოიწვევს. ყოველი 10 ამერიკელიდან 4 ეწინააღმდეგება მთავრობის მიერ რეკომენდაციების გადახედვას ან შეცვლას. რესპუბლიკური პარტიის მომხრეთა შორის კი ყოველი 10-დან 4-ია მომხრე. რობერტ კენედი უმცროსის მოსმენა 29 იანვარს თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება.